გამარჯობა, დღეს 16 ივნისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1971 წლის 16 ივნისს დაიბადა ამერიკელი რეპერი, მსახიობი, აქტივისტი და მწერალი თუფაკ შაკური. ის ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო რეპერად. 2017 წლის 7 აპრილს თუფაკი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. 1967 წლის 16 ივნისს დაიბადა გერმანელი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი იურგენ კლოპი. ის დამსახურებულად ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად. მისი წარმატებული სამწვრთნელო კარიერა უკავშირდება დორტმუნდის ბორუსიას და ლივერპულს. მან ლივერპულთან ერთად მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა. 2000 წლის 16 ივნისს დაიბადა კანადელი ჩოგბურთელი ბიანკა ანდრეესკუ. 1993 წლის 16 ივნისს დაიბადა ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, რეპერი, დიჯეი და პროდიუსერი ნეში. 1999 წლის 16 ივნისს დაიბადა მალელი ფეხბურთელი იბრაჰიმა კონე. 1990 წლის 16 ივნისს დაიბადა ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, დიჯეი, კომპოზიტორი და პროდიუსერი ჯონ ნიუმენი. 1970 წლის 16 ივნისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და ავტორი კლიფტონ კოლინზ უმცროსი. 1988 წლის 16 ივნისს დაიბადა კანადელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, ტელეწამყვანი, მსახიობი და ბიზნესვუმენი კეშია შანტე. 1986 წლის 16 ივნისს დაიბადა ურუგვაელი ფეხბურთელი ფერნანდო მუსლერა. 1930 წლის 16 ივნისს დაიბადა ქართველი მწერალი, დრამატურგი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი ოტია იოსელიანი. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.